აი როგორ არ უნდა გადავაქციოთ თქვა დიაგნოზი ბავშვის იდენტობის ნაწილად. პირველ რიგში მგონია რომ მშობლებს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭირდებათ იმ დროს როცა იგებენ რომ მის შვილს აქვს ესა თუ ის დიაგნოზი რა, იმიტომ რომ გონიათ რომ ეს არის გადამწყვეტი. გონია რომ ეს არის შემზღუდველი სამწუხაროდ თელ მსოფლიოში, საქართველოში განსაკუთრებით, ხო, კი, უამრავი რესურსი და მხარდაჭერა ჭირდება მშობელს, როგორც ფინანსური, ხო, ასევე ის რომ ეს ბავშვები ფეხზე დააყენონ და შეძლონ ისე ყველა უფლება, რაც ბავშვს აქვს, მოკლედ ის უფლება მიიღოს, მაგრამ ამავე დროს და ზუსტად ამისთვის ჭირდება მხარდაჭერა, ემოციური მხარდაჭერა, ხო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მშობელს, რომ გააზრებინა, რომ ჰეი, კი, რა, განსხვავებულად მუშაობს, მართალი ხარ და ჩვენთვის რა რომელიც ეს სტანდარტულად ფუნქციონირებთ მარტივი არ არის და შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდეს რომ გაიგო რომ მოერგო მაგრამ საინტერესო არის რა იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაზე მეტად გრძნობენ რაღაცებს, როგორ შეიძლება რომ ძლიერ მხარეთ გამოიყენო, უამრავი ახალი წიგნი არის, უამრავი ახალი კვლევა არის, უამრავი ვიდეო არის, რაც გაჩვენებს, მე მშობელთა წრე შეიძლება შეიქმნას, რომ ეს არ გახდეს შემზღუდველი, აი როგორც თქვენ თქვით რა, იმიტომ რომ იალიღი როცა გაქვს, ზუსტად აღნიშნეთ რა, ვეღარ ხედავ იმის მიღმა რა არის. და პატარა ოდნავ ცვლილებებით რო არის, ეგეც ხო, აი ეს ახლა რა მოხდა, ვეღარ ზეიმობ იმ რაღაცებს, რაც ეხლა ხდება, რაც სადაც წინ წავიდა და უფრო ნელი პროცესი არის, თქვა სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უფრო ნაკლებად ღირებული არის, ხო? და სად ამოიფრქვევა და სად გაიშლება, ხო? ეს ხო კიდე ცალკე თემა არის რა, ხო? და აი ეს მრავალფეროვნებასთან, მოკლედ შეგუება და მრავალფეროვნებაში სილამაზის დანახვა, ეს ცალკე რაღაცა სულიერი პრაქტიკა არის რა, არა მაღალფარდოვნად კი არ ვამბობ, ხო? ეს არის ჩვენი მომავალი თუ გადავრჩით ყველანი მთელი მსოფლიო, რაც ახლა ხდება, ეს არის გლობალურობაში არის, მრავალფეროვნებაში არის, ხო? ეს სხვადასხვა კულტურები, სხვადასხვანაირი ადამიანები და როგორ პოულობთ მე ამ საერთო ენას,